მოგესალმებით დილამშვიდობის მოვედი ამ განათებას აქეთ გადმოვწევ. თუ ესე ნახევარსახეს გაანათებს მარტო. კაი იყოს წინი დღეს ჯობია. ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მინდა გესაუბროთ. ძალიან დაბალზეა ეს განათება. ბოდიში ერთ წუთი მოვწევ ცოტა უფრო ახლოს. ხო, ამ ოთახში არის ძალიან ცუდი განათება. ძალიან ცუდი რა არ ყოფნის ეს ნატურა. იქეთ გვერდით მეორე ოთახში მეორე ოთახშიც ერთი განათება აყენია, მაგრამ იქ არის კიდე შეგიძლია მეორე, მესამე დაამაგრო, მაგრამ აქ მარტო ერთი ყენდება. ძალიან მშვიდად და კარგად გვწნობ თავს. და რატომ? საჩემო ამინდებია. ანუ გუშინ სამსახურში ყოფნის პერიოდში გაწვიმდა, აციუდა და მე უკვე ზამთრის პიროვნება ვარ, რა გავაკეთო, ანუ შემოდგომის პირველ დღეს ვარ დაბადებული და ძალიან მიყვარს ეს შემოდგომა ზამთარი, ეს სეზონი, ანუ ზაფხულზე და სიცხეებზე მეტად ზამთარი და სიცივე მიყვარს. სიცხეს უფრო ვერ ვიტან, ვიდრე სიცივეს. მოვიდა ხალხო ხუდების სეზონი. გიჟდები. ნელ-ნელა ვიყიდი რამოდენიმე ახალ ხუდს, საყვარლობას რამეს. და ხუდი ისეთი რაღაცაა, რომ რავი, შემოდგომაზეც ჩაიწმევ, ზამთარშიც და გაზაფხულზეც. სანამ დაცხება და რაღაც. დღეს ერთ-ერთმა ჩემმა მაყურებელმა კომენტარი დატოვა ჩემი და მარის ვიდეოზე. ჩემი მეგობრის, ადრე რო ვიღებდით ერთად ვლოგებს, არ ვიცი, ვისაც გახსოვთ, ხო და ერთად წამოწოლილი ვიყავი. და ჩავრთე და ვუყურე თავიდან ბოლომდე. ძალიან საყვარლობა იყო. ანუ კი ვფიქრობდი ეს მე ვარ თქო, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირად ძალიან შეცვლილი ვარ კიდე იმის მერე. თან მით უმეტეს მეგობრებთან ერთად რო ვარ, სულ სხვანაირი ვარ, ცოტა ცანცარდები მეგობრებთან ერთად. რეალურად არ ვარ ეგეთი ცანცარა. მერე გადავედი ჩემ არხზე ძველ ვიდეოებზე და არ ვიცი ვის გახსოვთ და ვის არა, ტყეში რო ვიღებდი. ტყეში რა, სახლის ეზოში ჩემთან დინარის პირას რო ვიღებდი ვიდეოებს, ქოხი რო გავაკეთეთ მე და ზაზუკამ, აი მაგ ვიდეოს ვუყურე და იცით რას მივხვდი? თან წვიმდა მაგ ვიდეოში, თან ცეცხლი მენთო ბუნებაში და ნეტა ეხლა მქონდეს მაგის საშუალება თქო იმას ვფიქრობდი. ანუ ესე რატო შვება ვერ გავიგე, ვიდეოს ხო ვიწერ და გაშავდება ეკრანი და იმას აჩვენებს რა დროს. რამდენი ხანიც ვიდეოს ვიღებ და კიდე დღევანდელ რიცხვს დღეს აჩვენებს და ნერვიულობ მერე რომ ან რო არ მოვჩანდე მაგ პერიოდში, ან ხმა რო არ ჩაიწეროს ან რაღაცა. მოკლედ ხა ვიდეოს ჩაწერა რო გადავწყვიტე, დაახლოებით 1-40 წუთი დაგელაპარაკებით და მერე უკვე მივხედავ საქმეებს და სამსახურში ვარ გასასვლელი. რატო ხდება ისე, რომ რაც გვაქვს, იმას არ ვაფასებთ. ანუ ნახეთ, მე რო ვიდეოს გადასაღებად დავჯექი, დავალაგე აზრები, ანუ რა თემასთან დაკავშირებით მინდოდა მესაუბრა თქვენზე, მაგრამ მე ზოგადად წინასწარ არ გეგმავ ხოლმე რა ვისაუბრო, იმიტომ რომ დავგეგმო, ეხა მაგალითად დღეს მინდა რაღაც თემაზე გესაუბროთ, მაგრამ ის საუბარი ისე შორს წამიყვანს ხოლმე და
ისეთ სიღრმეში, რომ სულ სხვადასხვა თემებზე გადავდივარ და რეალურად ბოლოს ვიდეოს რო გავთიშავ, მე იმაზე ვფიქრობ. ამაზე ვისაუბრეთ, ხო, ეს თქვით, ხო, რისი თქმაც თავიდან მქონდა გეგმაში. ხო და დღეს მინდა გესაუბროთ რა შეიცვალა სოფლიდან წამოსვლის შემდეგ. ანუ სტუდენტი რო გავხდი, სოფლიდან რო წამოვედი, რა შეიცვალა? პირველ რიგში ეხლა ყველა მიცით ეგ, რომ სოფელში სამწუხაროდ დღესდღეობით არ აქვს ადამიანებს განვითარების საშუალება. მით უმეტეს ახალგაზრდებს, რომლებიც არიან სიცოცხლით სავსეები და რომლებსაც სჭირდებათ განათლება, კარგი განათლება, კარგი სწავლა, კარგი სამსახური. ცხოვრება აქვთ, ესე ვთქვათ, გასავლელი და სხვადასხვა წარმატებების უნდა მიაღწიონ ახალგაზრდებმა, რომლის საშუალებაც არ ეძლებათ სოფელში. იმიტომ რომ არაფერი არ არის, ანუ ჩემ სოფელში ახლა მაგალითად სკოლა არის და რა ვიცი, მადლობა ღმერთს, რომ სკოლები მაინც არის და ბაღები სოფლებში. ეგეც რო არ იყოს, ვაფშე კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ არის ეგეთი სოფლებიც, სადაც ეგეც არ არის. სამუშაოებზე ზედმეტია საუბარი. 16-17 წლის ასაკამდე სოფელში ვიყავი. და ბოლო პერიოდში, როცა მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ, მე და ჩემი ძმა დავრჩით მარტო და რაღაცა მაგ პერიოდში ავირიე ყველაზე მეტად. ამას აღარ მივაქცევ ყურადღებას, რა გაშავდეს ეკრანი, ანუ რატო შვება ვერ გავიგე. კამერას რო ვუყურებ და ჩემ თავს რო ვხედავ, მშვიდად ვარ და რო შავდება ეკრანი, რატომღაც მგონია, რომ აი ვიდეოს რო არ იწერდეს ან რაღაცა და ვერ ვარ მშვიდად. ხო, მაგ პერიოდში ავირიე ძალიან. იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე სიტუაციაში ვიყავი, ერთი და იგივე ცხოვრებით ცხოვრობდი, ძალიან მოსაბეზრებელი გახდა ეგ ყველაფერი. უკვე როგორ ვიყავი, იცით, ღამე არ მეძინა, დილის გათენებაც რო არ გიხარო და ადამიანს ეგრე ვიყავი. არეული მქონდა გრაფიკი, კვება, ყველანაირად არეული ვიყავი სოფელში და მადლობა ღმერთს და მადლობა საკუთარ თავს, მადლობა მშობლებს, ოჯახის წევრებს იმისთვის, რომ არ დავნებდი, ესე ვთქვათ. ანუ ნახეთ, სკოლას რო დავამთავრე, ჩემი კლასელების უმეტესობა კი არა და თითქმის ყველა, ანუ ემზადებოდა ეს აპირებდნენ გამოცდებზე გასვლას, უნივერსიტეტში ჩაბარებას და მეც მომცა мотивация, ესე ვთქვათ, მასწავლებლებმა, კლასელებმა, რომ აუცილებლად უნდა ცადო და ასე შემდეგ. და მაგათი მოცემული мотивაციით, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მზად არ ვიყავი, არ ვემზადებოდი და არაფერი, ერთადერთი მასწავლებლები მეხვეწებოდნენ, რომ იარე რაღაცა ისწავლე ესა და ისიც ძალიან იშვიათად დავდიოდი ხოლმე. ბოლო პერიოდში ინგლისურში ვემზადებოდი, ესე ვთქვათ, 5-6 თვე დაახლოებით. ხო და პირველ წელს, როცა მშობლები ემიგრანტები იყვნენ, მე ძალიან კარგად გავიაზრე ის ყველაფერი, რომ ანუ გადავწყვიტე ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, ჩაბარება, მაგრამ ვიყავი მზად იმისთვის, რომ ჩავიჭრებოდი და ვერ ჩავაბარებდი გამოცდას. იმიტომ რომ არ ვიყავი მზად და საკუთარ თავს უთხარი, რომ მე წელს გამოცდებზე გავდივარ უბრალოდ საცდელად. რომ პირველ რიგში საკუთარი გამოცდილება, საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადოთ ხო და გამოცდილებაც მივიღოთ ხო ამ მხრივ.
მაგიტო გავედი პირველ წელს მე გამოცდებზე, ეროვნულ გამოცდებზე. და სხვათა შორის ქართულში და ინგლისურში კარგი ქულები მქონდა, მაგრამ ისტორიაში რატომღაც ძალიან საშინელი ქულა მივიღე. და მიუხედავად იმისა, რომ 100%-ით გააზრებული მქონდა ის ყველაფერი, რომ მე საცდელად გავდიოდი გამოცდებზე და შესაძლებელი იყო, რომ თქვათ ჩავჭრილიყავი და ვერ ჩამებარებინა, ანუ 50-50-ზე ვიყავი, ვინც კი მკითხავდა, ძალიან ბევრი მკითხავდა ხოლმე, აბა რას ფიქრობ, ჩააბარებ, ყოველთვის ვამბობდი, არ ვიცი. წინასწარ არ ვამბობდი არაფერს გადაჭრით. არ ვიცი, თქო, იმას ვამბობდი რა. გავედი გამოცდებზე, დავწერე გამოცდები, დაიდო ქართული შედეგები, საოცარი ბედნიერება იყო ის პირველი გამოცდილება და პირველი ემოციები რომ მივიღე. რომ ნახე გამოცდის ქულები უბედნიერესი ვიყავი მართლა, მე ინგლისური დაიდო უბედნიერესი ვიყავი. მე იყო ისე რომ ანუ მათემატიკის ქულები დაიდო დილის 10 საათზე იდებოდა მე მგონი ქულები, თითო-თითოდ რა, ერთი საგანი იდებოდა ერთ დღეს. და რადგანაც მათემატიკის და ისტორიის გამოცდები ერთ დღეს ტარდებოდა, დილის 10 საათზე დაიდო გამოცდები. გამოცდები კი არა და მათემატიკის შედეგები და მე არ მიძინია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ანუ ველოდებოდი რომ ისტორიაც დაიდებოდა და დილის 10 საათზე რომ შევედი და ისტორიის ქულები არ იყო დადებული, გავაგრძელე ძილი. მე ჩემ ძმას მოაქვს ტელეფონი ლოგინში, მოდის და მეუბნება რომ ბიჭო დაიდო მათე ისტორიის ქულები ცოტა არა მეთქი ხვალ დაიდება დამაძინე თქო რა და ესე ნახევარ მძინარემ გავხსენი ტელეფონი, შევედი ისტორიის შედეგებში და ვერ ჩავაბარე და მივაგდე ტელეფონი გაბრაზებულმა და გავაგრძელე ძილი. ანუ აქ უკვე ვიცოდი რომ მორჩა ვერ ჩავაბარე, მაგრამ ძალიან განვიცადე, იმაზე უფრო მეტად განვიცადე, ვიდრე უნდა განვეცადა. ანუ თავიდანვე საკუთარი თავი ვერ დავარწმუნე იმაში ალბათ, რომ ანუ რა იყო იცით? მე გავედი გამოცდებზე საცდელად და მე მზად ვიყავი იმისთვის, რომ ჩავიჭრებოდი, მაგრამ ალბათ იმდენად მზად არ ვიყავი ჩაჭრისთვის, იმიტომ რომ ძალიან გული დამწყდა და ძალიან განვიცადე ყველაფერი. თან ძალიან დაბალი ქულა მივიღე ისტორიაში, არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცი რატომ მოხდა ასე. ამერია და პასუხები და სხვა რაღაცების პასუხები, სხვა დავალებების პასუხები, სხვაგან ჩავწერე თუ რა მოხდა, არ ვიცი. მაგრამ ისიც იყო, რომ ვერ გადავანაწილე სწორად დრო. ანუ ძალიან ისეთი მარტივ დავალებებს, შედარებით მარტივ დავალებებს დაუთმე დიდი დრო და უკვე რთულ დავალებებს აღარ გაწვდა ჩემი დრო და ენერგია და უკვე გამოფიტული ვიყავი რა. და მივიღე 5 ქულა. ანუ არ ვიცი როგორ და რანაირად მოვახერხე, მაგრამ 5 ქულა მივიღე ისტორიაში და მიუხედავად იმისა, რომ ქულა რომ ვნახე და რომ ვიცოდი, რომ უკვე მორჩა ჩაჭრილი ვიყავი, ბოლომდე მქონდა იმის იმედი, რომ რაღაცა მოხდებოდა, იმიტომ რომ თუ გამოცდა ტესტი თუ ყველაზე რთულ ვარიანტად ჩაითვლებოდა, მაგ შემთხვევაში, რავი, უმეტესობას უმატებდნენ ქულებს. და ზოგს ძალიან კარგ ქულებს უმატებდნენ, მაგრამ 5 ქულა რო გაქვს შენ მიღებული და ბარიერი რამდენი იყო? 16-8 ბარიერი. ვინ მოგიმატებს 11 ქულას? არც არავინ, როცა 5 ქულა მიიღე. მაგრამ მაინც ყველანაირად იმედი მქონდა და ველოდებოდი ყველანაირად და ეგეც დაიდო მერე მომატებული ქულები და ზუსტად არ მახსოვს მართლა მომიმატეს, არ მომიმატეს, რამდენი მომიმატეს, მაგრამ აი მანდ უკვე ხო 100%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ მორჩა ჩავიჭერი. მაგრამ ყველაზე რთული დღე იყო ჩემთვის 1 სექტემბერი.
არ ვიცი, მაგ წელს ეგრე დაემთხვა, რომ ჩემ დაბადების დღეზე დაიდო საბოლოო შედეგები, ვინსაც ჩააბარა. და ყველაზე რთული დღე იმიტომ იყო ეგ ჩემთვის, რომ მე უკვე 1 სექტემბრამდეც ვიცოდი, რომ მორჩა. ჩაჭრილი ვარ, ვერ ჩავაბარე. მაგრამ არ ვიცი რისი, ანუ საბოლოოდ მინდოდა დავწუნებულიყავი იმაში, რომ მორჩა დამთავრდა, ჩაიჭერი და ვერ ეშველება. ხო და ღამის 12-ის მერე ვიქეიფეთ ჩემ დაბადების დღეზე, მთელი სამეგობრო სანათესაო სოფელში იყო ქალაქებიდან ჩამოსული, ანუ ზაფხულის პერიოდში რო ჩამოდიან, ჯერ არ იყვნენ წასულები. ვიქეიფეთ, მთელი ღამე გავათენეთ, ჭამეთ, ვსვით, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და დილის 10 საათზე, ანუ არ დავიძინე რა, გამთენიამდე ვქეიფობდით, მერე სახლში რო წამოვედი, არ დამიძინია. იმიტომ რომ მოლოდინში ვიყავი, რომ საბოლოო შედეგი დაიდებოდა და ჩემი მეგობარი ელენე, ვინც იცით, გადმოსული იყო ჩემთან დილას და გავხსენი ჩემი ისა გვერდი, ნაიკის გვერდი და ამომიგდო რა, რაღაც წარწერა ვერ ჩააბარაო თუ რაღაც და ამეტირა, აი საშინლად ამეტირა. ჩხაოდი, რასაც ქვია. და ყველაზე მეტად რაზეც გული დამწყდა, რამაც გამოიწვია ეს ჩემი ცუდად ყოფნა, იყო ის, რომ სოციალური ქსელები აფეთქებული იყო, მოკლედ. მაგ პერიოდში ყოველთვის ეგრე ხდება. TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი, აი ყველგან რომ იმის ფოტოები და ვიდეოები გვხდება, ვინცაც ჩააბარა და რამდენი ქულა მიიღო და ის ემოციები, ისა, ანუ ყველგან რომ ეგენი გვხდება და ამ დროს შე რო იცი, რომ ვერ ჩააბარე, ჩაიჭერი, ძალიან რთულია და გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის მართლა. ძალიან დიდი ხნის პერიოდში ჩემი ცოტა მენტალური ვარდნა გამოიწვია მაგ ყველაფერმა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ბაჭო, საცდელად გადიხარ შენ წელს და რაც იქნება, იქნება. ჩავიჭერი და დავიწყე მომავალი წლისთვის მზადება, ესე თუ ისე. იქ რაღაც საგნებში ჩემით ვემზადებოდი, რაღაც საგნებში ინგლისურზე მაგალითად დავდიოდი ცოტა ხანი, მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ დედაჩემი ჩამოვიდა, იტალიაში იყო მაგ პერიოდში, 2 წელი იყო იტალიაში და მერე ჩამოვიდა დედაჩემი, მერე მამაჩემიც ჩამოვიდა და რაღაცნაირად არ ვიცი რამ გამოიწვია, ალბათ ისევ ის ოჯახური სიტუაცია რო დაბრუნდა სახლში, მაგიტო მოვწყდი თითქოს ისევ მაგ ყველაფერს. კი, ცოტა ხანი ვემზადებოდი, ვსწავლობდი რაღაცა, მაგრამ საბოლოოდ არ ვიცი რამ გამოიწვია იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ მე როგორც მახსოვს, აღარ მინდოდა მოკლედ გადავიფიქრე მეორედ გასვლა გამოცდებზე. მაგრამ როდესაც მოახლოვდა გამოცდების პერიოდი, ისევ მომინდა გამოცდაზე გასვლა და მერე უკვე მშობლებს ვეკითხებოდი აზრს, რომ აბა დედა რა ვქნა, გავიდე გამოცდებზე წელსაც ესა. ძალიან ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ძალიან მიწურულს დავრეგისტრირდი გამოცდებზე და მეორე წელსაც ვცადე, ესე ვთქვათ და გავედი გამოცდაზე. მაგრამ მეორე წელს უკვე ძალიან უბრალო გახდა ეგ ყველაფერი, ანუ ის პირველი ემოციები, პირველი გამოცდილება სულ სხვა იყო. თუნდაც გამოცდის პერიოდში, ანუ მე ის შარშანდელი ის პირველ რიგში დამეხმარა გამოცდილება იმაში, რომ მომავალ წელს რო გავედი, უფრო ესე თუ ისე უფრო მომზადებული ვიყავი და ის გარემო პირობებიც აღარ მოქმედებდა.
ანუ პირველად რო შედიხარ, სულ სხვა არიცი რა სიტუაცია დაგხვდება ისა დაძაბული ხარ ცოტა და მეორე ძალიან უბრალოდ შევედი რაღაცა დავწერე გამოცდები და თან რა იყო იცით? ისტორია პირველად რო გავედი გამოცდებზე რთული იყო. ძალიან ბევრი ისეთი დავალებები იყო, რაც მეორე წელს ამოაკლეს. ანუ ზუსტად მაგასაც გამართლება ქვია ალბათ, რომ პირველ წელს რა დავალებების ყველაზე მეტად მერთულებო და ის დავალებები ამოაკლეს და პირველ წელს როცა მე გამოცდებზე გავედი თუ იყო მხოლოდ 10 მოსახაზი დავალება ისტორიაში 4 სავარაუდო პასუხიანი მეორე წელს უკვე 30 იყო მე მგონი და მოკლედ ყველანაირად გაამარტივეს საგანი. გავედი გამოცდებზე ჩავაბარე და რო ჩავაბარე ძალიან ბედნიერი ვიყავი რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და მაშინ დაიწყო უკვე სხვა რაღაცეებზე ფიქრი. ნერვიულობა გადასვლაზე, თბილისში ცხოვრებაზე, იქ ბინის ქირაობაზე, ისა და ყველაფერი ძალიან კარგად მიეწყო რა. რომ რავი, თავიდან რა აღარ ვიფიქრეთ. ბინა ვეძებეთ ისა და საბოლოოდ 13-ში წამოვედი ბინის სანახავად. იმ დღესვე დაუბრუნდი უკან, მომეწონა ბინა და გინდა რომ არ მოგწონებოდა რა, ანუ 2 დღეში უნდა წამოსულიყავი უკვე და ფიზიკურად ვერ იშოვიდი 2 დღეში სხვა ბინას, მაგრამ მომეწონა მართლა, ბინაც მომეწონა, ადგილიც მომეწონა. თან იმ დღეს ბინა რომ მოვინახულე, სამების ტაძარი დავინახე იქედან და იქ რო არ მივსულიყავი, არ მინახა, ისე ვერ წამოვიდოდი და ეგ დღე იყო საოცრება ჩემთვის, რომ ძალიან სიახლე რო იყო ყველაფერი და თან კიდე პირველად მოვინახულე სამების ტაძარი და ეგ დღე იყო ჩემთვის მართლა სასწაული, ანუ ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, ისეთი სასწაულება ვიგრძენი, იმიტომ რომ საოცარი სილამაზეა სამების ტაძარი, ულამაზესია, ხედები სამების ტაძრის ეზოდან და ეგ იყო ჩემთვის ძალიან ესეთი რა ქვია სასიამოვნო დღე და მოკლედ 13-ში მოვედი, ბინა მოვინახულე, ისევ დაუბრუნდი უკან იმ დღესვე. მე 15-ში წამოვედი, 15-ში უკვე მქონდა უნივერსიტეტში welcome party, ანუ ესე ვთქვათ, ახალ სტუდენტებთან შეხვედრის საღამო ესე ვთქვათ და ანუ იმ დღეს წამოვედი ზუსტად დილას წამოვედი ადრიან თბილისში, ბარგი სახლში დავტოვე და მალევე წავედი უნივერსიტეტში. და ამ დროს რეალურად არაფერი არ ვიცი. ელემენტარული მეტროთი მოძრაობაც კი არ ვიცი, საით რომელ მხარეს უნდა წახვიდე. კი, სულ 2 ხაზი გვაქვს საქართველოში მეტროსი, მაგრამ მაინც ძალიან რთულია, ანუ აქედან რო ჩადიხარ მარცხნივ უნდა წახვიდე, მარჯვნივ უნდა წახვიდე, ანუ ძალიან ვირეოდი, ტელეფონში ვნახულობდი, მაპში ვნახულობდი ისა და იმ დღესვე დავიწყე მოძრაობა. 15-ში ჩამოსულმა 25-ში უკვე მუშაობა დავიწყე და ანუ მაშინ დაიწყო ჩემი განვითარების ეტაპი. როცა წამოვედი სოფლიდან. ძალიან ბევრ რაღაცას მივაღწიე მართლა, ძალიან ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ. მაგრამ რეალურად იმას არ ვაფასებთ ადამიანები, რაც ამ ეტაპზე გვაქვს და უფრო მეტი გვინდა. ანუ განვითარების მხრივ კაია კი ეს ფაქტი, რომ ეხლა რა სიტუაციაშიც ხარ, იმაზე მეტად გინდა განვითარდე. ეგ ძალიან კარგია, ვეთანხმები მაგ ყველაფერს, მაგრამ აი მე რო სოფელში ვიყავი და იქაურობა ძალიან ყელში რომ მქონდა. აი ეხლა როგორ მსიამოვნებს იცით იქ ჩასვლა და თუნდაც ერთი დღით დასვენება. იქ სულ რო 1 საათით ვიყო, იმ 1 საათში იმხელა სიმშვიდეს ვგრძნობ და იმხელა დადებით ემოციას ვიღებ, რომ მშვიდდები, ესე ვთქვათ. ეხლაც რო უყურე იმ ვიდეოს. ნეტა ეხლა იქ მომყოფა თქო, ვფიქრობდი.
აი იტალიიდან ჩამოსულმაც ერთი დღე რო გავატარე სოფელში, ის ერთი დღე იყო ჩემთვის სასწაული. იქაური ბუნება, იქაური სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი, თან ეხა ის სახლი, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც იცხოვრე, სულ სხვანაირი, ანუ შენია რა იქაურობა. ჩემი ლოგინი ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე სოფელში რო ჩავალ, ჩემს ოთახში შესვლა და ჩემ ლოგინში დაწოლა. ანუ იქ მაქვს წლები განატარები და თან ულამაზესი ოთახი მაქვს, ჩემი კუთხე მაქვს, ჩემებური დეკორაციებით მოწყობილი. იქ ჩემი ბავშვობის თოჯინები რაღაცა და განათებები და ძალიან უფუმფულესი ლოგინი და ძალიან გემრიელად მძინავს ხოლმე მანდ. ხო. აი სხვა რაღაცებზე მინდოდა საუბარი თქო, რო გითხარით. აი ეგრეა ზუსტად ეხა 20 წუთი, 25 წუთი დავუთმე მარტო ერთ თემაზე საუბარს, როცა რეალურად სულ სხვა რამეებზე მინდოდა მესაუბრა. ანუ იმაზე მინდოდა მესაუბრა, რომ დღეს რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ და ძალიან გინდათ, შეიძლება წლების შემდეგ ის რაღაც ძალიან უბრალოდ მოგეჩვენოთ. ანუ იმას გულისხმობ, რომ დრო გარბის, ჩვენც ვიზრდებით და სანამ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა ვაკეთოთ, აუცილებლად უნდა ვაკეთოთ. ანუ ნახეთ, ერთი და იგივე სიტუაციაში არ უნდა ჩავრჩეთ. ძალიან ბევრს ვცდილობ ხოლმე, რომ აი არ ვიცი, საკუთარ სუიმის ფიქრებში ვარ, რომ რაღაც მხრივ განვითარდე, რაღაცა წინ წავიდე, მაგრამ ხვდები, რომ ყოველი დღე ერთმანეთს გავს, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. უბრალოდ ხვდები, რომ დრო გადის, ყოველი დღე ერთმანეთს გავს და ვერ მოქმედებ, ვერ ვითარდები, ვერ მივდივარ წინ. აი ეგ არის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ანუ ადამიანებს რამდენი ოცნება გვაქვს, რამდენი მიზნები გვაქვს, მაგრამ ისიც არის, რომ აი რაღაცა მიზანს რომ მიაღწევ, ანუ დღეს რაც ძალიან გინდა, დღეს შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ ამ რაღაცის მიღწევა, მაგრამ როდესაც მიაღწევთ, უკვე ისიც გბეზრდებათ რა. აი მაგალითად მე ახლა რო არ დავნებდი, ერთხელ რო ჩავიჭერი, მეორედ რო გავედი გამოცდებზე, მთელი ჩემი ენერგია რო ჩავდე ამ გამოცდებში, დღეს ძალიან უბრალო გახდა რა ეს ყველაფერი ჩემთვის. ანუ ნახეთ, უნდა ვეცადოთ იმას, რომ ყოველი დღე ერთმანეთს არ გავდეს და აი დილას რო გავიღვიძებთ, თუნდაც მცირედით შევცვალოთ რაღაცა. ანუ რაღაცით ვიმოქმედოთ რა. თუნდაც ელემენტარული რაღაცით ვიმოქმედოთ ყოველდღიურად იმისათვის, რომ არ გავდეს ერთმანეთს ყოველი დღე და განვითარებისკენ, ესე ვთქვათ, წინ წავიდეთ და განვითარდეთ. დღეს მე უკვე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეს მივაღწიე და ძალიან ბევრი რაღაც შევძელი და მოვახერხე, იმიტომ რომ 18 წლის ვარ. ბავშვი ვარ, გინდა არ გინდა, ნუ ბავშვი აღარ ვარ, მაგრამ ახალგაზრდა ვარ და რა ვიცი, ყველას თავისი მიღწევები და შესაძლებლობები აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გაუძლებდა, ვთქვათ, იმას, რასაც მე გავუძელი და შეიძლება ბევრად უფრო მალე დანებებულიყო. და მე არ ვნებდები, წინ მივიწევ, მივბობღავ, მაგრამ მთავარი ეგ არის, რომ
აი ძალიან ბევრს ვფიქრობ როგორ განვითარდე, მაგრამ მხოლოდ ფიქრი არ მშველის და ცოტა უნდა ვეცადო, რომ ვიმოქმედო. ეგ არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. კი, ვმოქმედებ, რაღაცას ვცდილობ. ეხლა საკუთარ თავს რასაც დავპირდი, ეგ არის, რომ ინგლისური უნდა ვისწავლო. კარგად. და რომ დავფიქრდი, ძალიან ბევრი რაღაც ვიცი. ზოგი საერთოდ ნულიდან იწყებს სწავლას და ერთ წელში უკვე ძალიან ბევრ რაღაცას აღწევს. და მე გინდა არ გინდა სკოლიდან მოყოლებული ინგლისურს ვსწავლობ, მერე იქ მასწავლებელთანაც დავდიოდი და ძალიან ესე ვთქვათ, გამოცდილება მაქვს ინგლისურში. ხო და გუშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მეთქი ბაჩო, იცი რა ქნა, აქამდეც კი ვაკეთებდი, მაგრამ ძალიან იშვიათად. ყოველ დღე უყურე ინგლისურ ფილმებს, ინგლისურ სერიალებს, მოусმინე რაღაცა ინგლისურ დიალოგებს, ვთქვათ, სოციალურ ქსელებში. ვთქვათ, ინგლისური წიგნი იკითხე, იყიდე და წაიკითხე, იქ ხო და ვუთხარი ეს ყველაფერი ჩემ თავს და დავპირდი, რომ მოდი, იცი რა ქნა, დღეს სახლში იქნები თუ სამსახურში იქნები, გინდა არ გინდა ტელეფონთან ადამიანები ძალიან დიდ დროს ვატარებთ ტელეფონში. და მივეცი ესეთი სათავს, რომ მეთქი დღეს იცი რა ქნა, დღეს ქართული YouTube, ქართული TikTok, ქართული ვიდეოები გადადე გვერდზე და საკუთარი თავი გამოიყვანე ცოტა კომფორტის ზონიდან. ანუ ზოგჯერ ეგეც საჭიროა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეთ. და ესე ვთქვათ, მაშინ როცა ტელეფონში მინდოდა დრო გამეტარებინა, ნაცვლად ქართული YouTube ვიდეოებისა, ნაცვლად ქართული TikTok ვიდეოებისა დავიწყე ინგლისურენოვანი ვიდეოების ყურება. და აი მივხვდი, რომ თურმე რამდენი რაღაც იცი. და კარგა უბრალოდ იმ ნიჭს და იმ ცოდნას, რაც გაგაჩნია. მაგრამ ეხლა რასაც ვფიქრდები, მე რაც მინდა, ყველგან არის ინგლისური საჭირო. ანუ თუნდაც უნივერსიტეტით, ეხლა მე ისეთ სახელმწიფო და დიდ უნივერსიტეტში არა ვარ, მაგრამ ძალიან საყვარლობა უნივერსიტეტში ვარ, კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება. ნელ-ნელა კი არა, იმაზე სწრაფად ვითარდება, ვიდრე რავი, იმიტომ რომ მე რომ მოვედი, მე რომ ჩავირიცხე ამ უნივერსიტეტში, ეს უნივერსიტეტი ყოფილა კოლეჯი. ანუ ერქვა, იცით, ერთწამი როგორ დამავიწყდა. ეხლა ქვია ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის სახელს ატარებს ეხლა და მე რომ ჩავირიცხე, მაშინ იყო რამ დამავიწყდა. ну მოკლედ სხვა სახელი ერქვა, მე რომ ამ უნივერსიტეტში მოვედი მაშინ და ძალიან მოკლე პერიოდში სახელიც გადაერქვა, ისიც მოიპოვა, ესე ვთქვათ, უნივერსიტეტის სახელი. შესაბამისად ნელ-ნელა ემატება გაცვლითი პროგრამები, ერასმუსის სხვადასხვა პროგრამები, რომლებიც ფინანსდება და მინდა რა მაგ გამოცდილებების მიღებაც. უნივერსიტეტი ძალიან ბევრ რამეში ეხმარება ახალგაზრდას, თუნდაც უცხოეთში სწავლის მხრივ ძალიან დიდი გამოცდილებაა, როცა უცხოეთში მიდიხარ, ჯერ ხო ენას სწავლობ, მერე რამდენ რამეს სწავლობ, ახალ გამოცდილებას იღებ. ასევე არის კიდევ გაცვლითი პროგრამები, ესე ვთქვათ, 3 თვით მიდიხარ ზაფხულის სეზონზე, მაშინ როცა უნივერსიტეტში დასვენება გაქვს, 2 თვე ვმუშაობ უცხოეთში, 1 თვე გაქვს იმის დრო, რომ თუ გინდა დაისვენებ, თუ გინდა იმოგზაურებ და ეგეც ძალიან დიდი გამოცდილებაა და მანდ არის საჭირო ყველგან ინგლისური.
მინიმუმ ინგლისურის ცოდნა ბიორ დონეზე და მაქსიმუმ კიდე ზოგ იმას გაცვლით პროგრამას აქვს ეგეთი ისიც მოთხოვნა, რომ რომელ ქვეყანაშიც მიდიხარ, იმ ქვეყნის ენაც უნდა იცოდე, მაგრამ უმეტესწილად ინგლისური ჭრის. ბიორი დონე არის მოთხოვნა. ასევე გაგიმხელთ იმასაც, რომ ძალიან მომინდა ბორტგამცილებლობა. რთული არის თქო, ვერ გეტყვით, ანუ არ არის საჭირო თქვათ 4 წელი ისწავლო ინგლისურის უნივერსიტეტში, ანუ როგორც პროფესია ეგრე არ არის რა. უბრალოდ ინგლისურის ცოდნა არის საჭირო, გადიხარ ინგლისურად სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ტესტირებას, გასაუბრებას, 3 ეტაპად თუ 4 ეტაპად შედგება ეგ გასაუბრება და რაღაცა და თუ აგიყვანეს და რაღაცა, მერე უკვე 3 თვიანს სწავლებას გადიხარ, სადაც წესებს, პირობებს, ყველაფერს აგიხსნიან, რისი კეთება გიწევს, რისი რა უნდა აკეთო, რა ესა და დაახლოებით 3 თვის მერე უკვე საქმდები რა. ოღონდ არ ვიცი რატო მივიღე გადაწყვეტილება, რომ მინდა ბორტგამცილებლობა. პირველ რიგში მაგიტო გამიჩნდა ყველაზე დიდი სურვილი, რომ ინგლისური ვისწავლო კარგად. ერთი ეს არის რა ქვია TikTok-ზე ვიდეოებს დებს ერთი გოგოა ინგლისურის მასწავლებელია, რომელსაც სპეციალურად აქვს შექმნილი კურსი ბორტგამცილებლის კურსი. რომლითაც ესე ვთქვათ ანუ იმ გასაუბრებაში რაც კი შედის, რა კითხვებსაც გისვავენ, რა პასუხებიც უნდა გაცემ, რა ტესტირებაც უნდა გაიარო, ყველაფერს ეტაპობრივად ესე ვთქვათ გაგატარებს მასწავლებელი, კითხვებზე პასუხსაც თვითონ შეგიდგენს და ძალიან კარგია, რომ ეგეთი ადამიანები არსებობენ. ეხლა მაგალითად დღესდღეობით საერთოდ არ ვიცი სად უნდა გაიარო გასაუბრება, როგორია გასაუბრება, რა კითხვები შედის, რა პასუხები უნდა გაცე და როცა არსებობს ეგეთი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ გასწავლის და გამზადებს მაგ ყველაფრისთვის ძალიან კარგია. ზოგადად ეგეთი პიროვნება ვარ რა. ანუ ბავშვობიდან ყველაფერს მივედმოვედებოდი, ყველაფრის გაკეთება მინდოდა და ყველანაირი გამოცდილების მიღება მინდოდა, მაგრამ ეგეც რაღაც მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლოს რომ მიხვდე რა არის შენი საყვარელი საქმე, შენი საყვარელი პროფესია და რის იკეთება გინდა რეალურად. ეგრევე ხო არ დაგესიზმრება სხვადასხვა საქმიანობებში თუ არ გამოცადე შენი თავი, ისე ვერ მიხვდები რის იკეთება სიამოვნებს ყველაზე მეტად. ხო და ბორტგამცილებლობა რატომ მომინდა ესე ძალიან არ ვიცი. მაგრამ ეგეც ანუ დღეს ძალიან რთულად და ფაქტიურად წარმოუდგენლად მეჩვენება, ასე ვთქვათ, ის ფაქტი, რომ შესაძლებელია რაღაც პერიოდის შემდეგ ვიყო ბორტგამცილებელი. მაგრამ წარმოუდგენელი და მიუღწეველი არაფერი არ არის. ღმერთი იმოცნებას არ ჩაგიდებს გულში, რასაც ახდენა არ უწერია, მოკლედ. ხო და რაც ძალიან გინდა, იმას აუცილებლად მიაღწევ ადამიანი, შრომით. ანუ რაც არ გინდა, იმას ვერ გააკეთებ რა. ხო და რაც ძალიან გინდა, იმისთვის ძალიან ბევრი შრომას ჩადებ, ესე ვთქვათ. და ვფიქრობ იმაზეც, რომ დღეს წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორც გითხარით, რომ მე შეიძლება გავხდე ბორტგამცილებელი, მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, რომ გავა დრო და 1 წლის მერე, 2 წლის მერე უკვე შეიძლება ბორტგამცილებლობაც მომბეზდეს. ანუ 1 წლის მერე შეიძლება ვიყო ბორტგამცილებელი, მაგრამ მობეზრებული მქონდეს უკვე ეგ სამსახური. ეგრე ხდება რა. რაც უფრო ვიზდებით, მით უფრო სხვადასხვა ოცნებები გვიჩნდება, სხვადასხვა მიზნები გვიჩნდება და ყველაფერი იცვლება რა.
თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება ამ სფეროში, ან თქვენი შვილი თუ აბორტგამცილებელი, ან თქვენ თუ ხართ თვითონ, რა ვიცი, დამიწერეთ რჩევები, ვიცი რომ ძალიან რთული პროფესია რა სამსახური. პირველ რიგში იმიტომ არის რთული, რომ თარში ხარ. როცა ამ სამსახურზე თანხმდები და როცა მიდიხარ ამ საქმიანობაზე, პირველ რიგში ალბათ იაზრებ იმ ფაქტს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ საკუთარ სიცოცხლეს გამოესალმო, ესე ვთქვათ. მაგრამ ეგრე შეიძლება ქუჩაში მიდიოდე და ხას ფეხი წამოკრა და ისე ცუდად დაეცე, რომ რაღაცა იქ დასრულდეს შენი ცხოვრება. მაგრამ ეგრე თუ ვიფიქრეთ ყოველ წამწუთს იმაზე, რომ ვაიმე ეხლა რაღაც არ დამემართოს და ძალიან დაძაბულები ვიქნებით რა. ხო და იმიტომ არის ეს სამსახური რთული, რომ პირველ რიგში ხო ჰაერში ხარ და რა დროს რა მოხდება არის, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ისეთი რაღაც, რომ თვითმფრინავში ხარ, ხო? ჰაერში ხარ, რაღაცა წყობრიდან გამოვიდეს თქვათ ვერტმფრენი და საავარიო სიტუაცია შეიქმნას. თან კიდე მე როგორც ვიცი კი არა და ეგრე არის, რომ რამე მოხდეს მსგავსი ავარიული სიტუაცია შეიქმნას, პირველ რიგში მგზავრები უნდა დაცალოს, ესე ვთქვათ, ანუ თვითმფრინავის კარებიდან რო ჩამოუშვებენ, ესე ვთქვათ, ჩასასრიალებელი მას სასრიალოს რო ჩაუშვებენ, პირველ რიგში ბორტგამცილებლები ვალდებულები არიან, რომ მგზავრები გაუშვან, ესე ვთქვათ, უსაფრთხოდ და ყველაზე ბოლოს თვითონ ჩადიან ვერტმფრენიდან. მაგრამ რატომღაც არ ვიცი. ეგ არის ჩემი ახალი სურვილი და ახალი ინტერესი. ალბათ მაგასაც მივაღწევ. მე მჯერა რომ ყველაფერს მივაღწევ, მაგრამ ძალიან ხშირად უბრაზდები საკუთარ თავს. იმის გამო, რომ ვიაზრებ იმ ყველაფერს, რამხელა გეგმები მაქვს სამომავლო, რამხელა ინტერესები მაქვს, რამდენ რამეს მინდა მივაღწიო და ამ დროს ვატყობ, რომ უბრალოდ ვიღვიძებ, სამსახურში მოვდივარ, ვიძინებ. მთელი ჩემი ენერგია მიაქვს ერთ სამსახურს, რომელიც დიდად არაფერს ნიშნავს რა. ანუ ნახეთ, აი ეგ არის ზუსტად, რომ კი, ყველანაირი გვერდში დგომა მაქვს, სპარში ვმუშაობ ადმინისტრატორად, ვინც არიცით, მაღაზიაში. ყველანაირად გვერდში დგომა მაქვს, ანაზღაურებაც ისეთი მაქვს, რომ უკმაყოფილო კი არა და რა ვიცი, ყავს სანათესაოში ისეთი ადამიანები, ვინებიც მათ ხელფასის გამო ბევრად უფრო მეტ შრომას დებენ და ხელფასითაც კმაყოფილი ვარ. მაგრამ რავი, მთელი ჩემი დრო და ენერგია მიაქვს ამ სამსახურს და უბრალოდ ფიქრობ და განვიცდი იმას, რომ ჩემი ოცნებები, ესე ვთქვათ, კვდება რისი მიღწევაც მინდა. იმიტომ რომ რავი, ხა ფიქრობ, რომ მე ჩემი მაქსიმუმი ამ სამსახურში უკვე ჩავდე და რაც შეიძლებოდა ამ სამსახურს ჩემთვის მოეცა, ის უკვე მივიღე. ანუ გამოცდილება. ეს ყველანაირი გამოცდილება ცხოვრებაში საჭიროა რა. ხო და ეს გამოცდილებაც
პატარა გამოცდილება არ არის მართლა, იმიტომ რომ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება რაც არის, რომ საკუთარი კაფე მქონდეს, პატარა მყუდრო საყვარლობა, იქ სალარო აპარატი დაგჭირდება, იქ რაღაცა პროგრამა დაგჭირდება, ვთქვათ, ანუ ეს გამოცდილება გამოგადგება მომსახურების სფეროში მიღებული გამოცდილება, როცა გინდა გქონდეს საკუთარი კაფე, სადაც იგივე სიტუაციაა რა, მომსახურების სფეროში მოგიწევს იქაც მუშაობა და მე ძალიან დიდი გამოცდილება მომცა ამ სამსახურმა მივიღე, მაგრამ უკვე ვფიქრობ, რომ ანუ მაშინ, როდესაც დავწინაურდი ადმინისტრატორად, ეგეც ძალიან მიხაროდა და რაღაცა სასწაული მეგონა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა, რომელიც უკვე დიდად აღარ მინდა. აი ეგრე ხდება რა, რაც დღეს გგონია, რომ შეუძლებელია, მაგრამ ძალიან გინდა იმას მიაღწევ და გავა დრო, გავა პერიოდი და უკვე ის რაღაც გბეზდება. მე ესე ვარ. არის ადამიანები, რომლებიც ერთ სიტუაციას რომ მოერგებიან და თავს კომფორტულად იგრძნობენ, всё, იქ არიან და მორჩა. მაგრამ მე მაგალითად სხვა გამოცდილება მინდა მივიღო, სხვა სამსახურებშიც მინდა ესე ვთქვათ გამოცდილების მიღება და რა ვიცი რა, პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად ამ ეტაპისთვის მჭირდება არის ინგლისურის ცოდნა, სწავლა. მაგრამ რავი, შოკში ვარ. ანუ სოფელში იქ ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავს, უზომოდ ნიჭიერი, განათლებული ბავშვები რო უყვარს, გიждდება თავის პროფესიაზე, გიждდება ბავშვებთან ურთიერთობაზე და მაგ მასწავლებელთან მე ვიხდიდი საწყის ეტაპზე 50 ლარს, მერე 70 ლარს მე მგონი. ხო და თბილისში ისეთი ფასებია ხალხო. ანუ კვირაში 3 დღე დავდიოდი სოფელში. ეს გამოდის თვეში 12 გაკვეთილი და აი აქ თბილისში რომელიღაცა იმას მიუწერე, რა ქვია, ინგლისურის მასწავლებელს და ზუსტად არ მახსოვს რა მომწერა, მაგრამ მაქვსო კვირაში 1 გაკვეთილს ვატარებო, ან კვირაში 2 გაკვეთილსო. 350 ლარიო თუ რაღაცა. ანუ გადავირიე. მე 350 ლარი იმაში თუ ვიხადე, რა ქვია, მასწავლებელ მე არ მეგონა, არ ვიცი. ეგეც დამიწერეთ. თუ ვინმე არის ისეთი კარგი მასწავლებელი, ვინც ბიუჯეტურ ფასად ასწავლის ინგლისურს, ალბათ კი არა და უნდა მოვიცალო აუცილებლად მაგისტვის. მაგრამ მე ხა 100 ლარად თუ თბილისში ინგლისურის მასწავლებელს ვერ ვუშოვიდი, არ მეგონა. აი 150 ლარიც შეიძლება რომ გავწუდე, მაგრამ 350 და 300 ლარი მარტო მასწავლებელს თუ გადაუხადე და ისიც კვირაში 1 გაკვეთილი, ანუ თვეში 4 გაკვეთილი არაფერი არაა ხალხო. 4 საათი თვეში არაფერი არაა. ანუ მასწავლებლის გარეშეც არის შესაძლებელი, რომ თუ მოინდომებ და რაღაცა ვთქვათ, წიგნი იყიდო, ვეული იყიდო, დააჭდე, იქ ფილმებს მოусმინო, სიმღერებს იმას ამას. რა ვიცი. მაგრამ მასწავლებელი მაინც სულ სხვა რა, ანუ როცა იცი რომ ფულს იხდი პირველ რიგში იმისისა გაქვს. ნახეთ როგორი სიტუაცია, როცა მასწავლებელს ფულს იხდი, პირველ რიგში მასწავლებელი არის მომთხოვნი, იმიტომ რომ იცის მან, რომ შენ ფულს უხდი და იმხელა პასუხისმგებლობა გააჩნია, რომ ვთქვათ, მომთხოვნი იყოს და გასწავლოს, აგიხსნას და როცა შენ თვითონაც იცი რომ ფულს იხდი, სულ სხვანაირ შრომას დებ რა. და ახლა შენთვის რო ხარ, ვერ იცლი ხან იქეთ, ხან აქეთ, ხან ისა, ხან ესა და თავისუფალ დროს გირჩევნია, რომ უბრალოდ ვთქვათ, ქართულ ვიდეოებს უყურო და არა ინგლისურს. ავედი ახლა გავიქეცი.
50 წუთია ვიდეოს ვიძენ. აღარ თქვენი ცით და დროებით.